105 წლის იუბილე და ექსპოზიცია ეროვნულ არქივში. სესილია ასე ქვია გამოფენას, რომელიც ხვალ გაიხსნება. მსახიობის როლები კინოსა და თეატრში, ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური მასალა და საოჯახო ალბომებში შემონახული ფოტოები. ნინის არტიაშვილი კი ამბობთ. Ამ ფოტოზე გამოსახული ბავშვი სესილია თაყაიშვილია. მსახიობი, რომელიც სხვათქცევის განსაკუთრებულ საიდუმლოს ფლობდა. მე ბებია ილიკო და ილარიონი, მანანა, ნატურისხე, საბუდარელი ჭაბუკი, დიდოსტატის მარჯვენა, ცისფერი მთები. ფოტოებმა ადგილი 30-მდე მხატვრული ფილმის გადასაღები მოედნიდან ეროვნული არქივის საგამოფენოს სივრცეში დაიკავა. ეს არ არის კინოკადრებიდან ამოღებული კონკრეტული კადრები, არამედ არის სპეციალური მასალა, რომლის გადაღებაც პარალელურად ხდებოდა კინოგადაღებებთან ერთად. მათზე ასახული არის სესილია თაყაიშვილი, რომელიც სპეციალურად პოზირებდა ხოლმე ფოტოხელოვანების წინაშე და შესაბამისად ეს მასალები შემდეგ უკვე გადმოცემული იყო ეროვნულ არქივში. ეს მარადიაა ფოტო თენგიზაბულაძის ფილმიდან ნატურისხე. სესილია თაყაიშვილის უსიტყვო მდუმარე სცენა, რომელმაც ქართულ კინემატოგრაფიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ამ კინოსურათამდე ზუსტად ნახევარი საუკუნით ადრე სესილიამ პირველი როლი სცენაზე მარჯანიშვილის პანტომიმაში შეასრულა. ეს იყო ჯადოქარი ფატმანი, რომელიც მაყურებელს სიყვარულზე მხოლოდ პლასტიკის ენით უამბობდა. მარჯანიშვილის თეატრში სესილიამ 120-მდე როლი განასახიერა. ლეგენდარული ოლღა ბებიაკი მსახიობმა სპექტაკლში 450 ჯერ ითამაშა. ეს თეატრში სესილიას ბოლო როლი იყო. ოლღა ბებიამ დიდ ეკრანზე მაშინ გადაინაცვლა, როცა თენგიზ აბულაძემ მე ბებია ილიკო და ილარიონი გურიაში გადაიღო. ბებიის როლი სესილიამ არაერთხელ მოირგო. ეკრანზეც ისეთივე მზრუნველი ბებია იყო, როგორიც რეალურ ცხოვრებაში შვილიშვილებთან. მის ამ ამპლუას დღეს სესილია შვილთაშვილი თიკო ჩიჩუა იხსენებს. იგი ძალიან მისაბაძი ბებია იყო. აქედან გამომდინარე მე გამოვარჩევდი მის როლს მე ბებია ილიკო და ილარიონში. მე ვფიქრობ, რომ ბებიის როლის თამაში სესილიას არ ჭირდებოდა. იგი იყო ძალიან ბუნებრივი და როგორც იყო ცხოვრებაში ანალოგიურად იქცეოდა იგი თავის ფილმებში. მანანა, ვასასი, მარადია, ასინეთა. სესილიას არც ერთი გმირი ერთმანეთს არ გავდა. მსახიობმა უკანასკნელი როლი ბუღალტერი თამარი ელდა შენგელაიას ცისფერ მთებში შეასრულა. სესილიას ის ადამიანებიც იხსენებენ, რომელთა ცხოვრებაშიც მსახიობმა განსაკუთრებული კვალი დატოვა. ძალიან თვითკრიტიკული იყო, იცით, ეს საქვეყნო ცნობილი. არაფერი არ მოწონდა თავისი, გიждდებოდი. ой, რო შეხედავდა, какой ужас სიტყოდა ასე რუსულად, გიждდებოდი კაცო, ამ ხალხს რო თავისი არაფერი არ მოწონს, ჩემი რა მოეწონება. გაშვები ეხა შენ სადაბარებ გოგო მითხრა და მითხრა, რა ვიცი, პედაგოგიურზე მინდა მაშინ უნივერსიტეტში მეთქი და ნიმკოებს случаи, აი რუსულად ცი კარგად მახსოვს. შენ თეატრალურ ინსტიტუტში უნდა ჩააბარო. მართალია ჩვენ ერთ ფილმში ვარ გადაღებული, კაუტა სესილიამ, მაგრამ ეს მართლა დაუვიწყარი პერიოდი იყო, იმიტომ რომ ის ძალიან ბევრ ამას მისწორებდა, ძალიან ბევრ ამას მასწავლიდა. ანუ თვითონ ეს ურთიერთობა ამ ფილმში ყველა მსახიობებთან იყო ძალიან ნაყოფიერი ჩემთვის, იმიტომ რომ მე ეს იყო თითქმის პირველი მეორე სურათი იყო ჩემი, თავარი როლი ვითამაშე მეორედ. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომიხდა ამ ქალბატონთან ურთიერთობა. სესილია თაყაიშვილის 105 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნულ არქივში დამთვალიერებელს ხვალ 2 საათიდან უმასპინძლებს. ფოტოსურათები მსახიობის საოჯახო ალბომიდან, თეატრალური და კინოცხოვრებიდან. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეს 25 მაისამდე დაიკავებს. გამოფენას 26 მაისს უკვე ბათუმი უმასპინძლებს.